მოგესალმებით, ვაგრძელებთ არისტოტელეს ფილოსოფიის შესახებ ლექციას. დღევანდელ ლექციაში ჩვენ მოკლედ უნდა განვიხილოთ ზოგიერთი ის ათნოება, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია არისტოტელეს მიხედვით ადამიანის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რომელთა გავლითაც უფრო ადვილად ვნახავთ უმაღლესი სიკეთის, ანუ ბედნიერების ბუნებასა და დანიშნულებას არისტოტელეს მიხედვით. არისტოტელე ამბობს, რომ სათნოება ეს არის საშუალოს ფლობა ორ უკიდურესობას შორის. ახლა როდესაც ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული განვიხილოთ სათნოებები ცალკე აღებული და გავარკვიოთ თუ რას მიეკუთვნება იგი და როგორ ავლენს ის თავის თავს, გამოიკვეთება სტაგირელი ფილოსოფოსის მიერ წარმოდგენილი სათნოებათა რიცხვი. არისტოტელე სათნოებების ჩამოთვლას იწყებს სიმამაცის სათნოებით, რომელიც გახლავთ საშუალო შიშსა და თავგანწირვას შორის. არისტოტელე ამბობს, რომ შიშს ჩვენ განვიცდით, იმიტომ რომ რაღაც საშინელი გვადრწუნებს. ეს კი როგორც ამბობენო არის ცუდი. ამიტომ არის რომ შიშს განსაზღვრავენ როგორც ბოროტებას, როგორც ცუდის მოლოდინს. მართალია ჩვენ ყველანაირი ბოროტების გვეშინია, მაგალითად გვეშინია სიღარიბის, გვეშინია სიკვდილის, მაგრამ გვეშინია მოულოდნელობების, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანი მამაცად ითვლება არა ყველაფერ ამასთან მიმართებაში, რადგან სიკვდილი და სიღარიბე ეს ისეთი რამ არის, რომლის წინაშეც უშიშრობა არისტოტელეს მიხედვით სულაც არ წარმოადგენს სიმამაცეს. მაშ რა არის სიმამაცე? იქნებ ის ყველაზე მეტად ყველაზე დიდი საშინელების ატანაა. რადგან ამ ყველაზე დიდი საშინელების ატანა, როგორც წესი, ყოველთვის უფრო მამაც ადამიანს შეუძლია. ყველაზე საშინელი კი არის სიკვდილი, რადგან იგი არის საზღვარი და მის მიღმა ადამიანს არ აწუხებს არაფერი, არც სიკეთე და არც ბოროტება. მაგრამ სიკვდილი არისტოტელეს მიხედვით მაშინ არის სიმამაცე, როცა სიცოცხლე არის მშვენიერი. მშვენიერ სიცოცხლედ კი არისტოტელეს ბრძოლა მიაჩნია. სიკვდილი მშვენიერია, როცა მას ადამიანი ბრძოლაში, ომში მამაცურად ხვდება. ანუ ხოლო ისეთი სიკვდილი, როცა ადამიანი სიღარიბისგან, სიყვარულისგან, ან სხვა მწუხარებისგან კვდება, ანუ როდესაც ასეთ სიკვდილს აქვს ადგილი, ეს არანაირად არ არის არისტოტელეს მიხედვით მამაცი ადამიანისათვის დამახასიათებელი. პირიქით, ეს არის სწორედ რომ სიმხდალის გამომხატველი. არსებობს სიმამაცის ხუთი სახე. ეს არის მოქალაქეობრივი სიმამაცე, რაც იმის მსგავსია, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, ანუ ბრძოლის დროს სიკვდილთან მამაცურად შერკინება, როდესაც გვაქვს სახეზე და ეს არისტოტელეს მიხედვით სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის ვალია. მეორე სახე სიმამაცისა გახლავთ გამოცდილებითი სიმამაცე, ანუ როგორც სოკრატე ამბობდა, საგნების ცოდნაც გარკვეული სიმამაცეაო. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ ომის საქმე მეომარმა უფრო კარგად იცის, ვიდრე ხელოსანმა და აქ ამ კონტექსტში სიმამაცე იგულისხმება იმ აზრით, რომ სხვებმა არ იციან მოცემულ სიტუაციაში, რაში მდგომარეობს საფრთხე და ამიტომ შესაბამისად მათ ვერც მამაცებად ჩავთვლით და ვერც მხდალებად. ანუ გამოცდილება არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი მამაცად წარმოგვიდგეს. მესამე სახე გახლავთ სიშმაგე. სიშმაგე არისტოტელეს მიხედვით ყველაზე ძლიერ გვეხმარება საშიშროებებთან შებრძოლებაში. მეოთხე სახე გახლავთ მრისხანება,
და მეხუთე სახე არის უშიშრობა, უშფოთველობა, იგივე თვითდაჯერებულობა, რომელიც კიდევ ერთხელ ხას უსვამს სიმამაცის ასე ვთქვათ სიმამაცის ჩადენას, სიმამაცის სათნოების განხორციელებას. უშიშრობა მხოლოდ იმიტომ ჰგავს სიმამაცეს, რომ ორივეს შემთხვევაში დამახასიათებელი არის თავგანწირულობა. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, თავგანწირულობა მაშინ არის მიზანშეწონილი, მაშინ არის ჩასადენი, ასე ვთქვათ, როცა ადამიანმა იცის რისთვის წირავს თავს. ამრიგად არისტოტელესთან სიმამაცე დაკავშირებული არის თავგანწირულობასთან და შიშთან, მაგრამ არა ერთნაირი დოზით, არამედ უფრო მეტად ის დაკავშირებული არის შიშთან. საქმე იმაში არის, რომ ვინც უშფოთველი არის საფრთხეებში და მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა, უფრო მამაცი არის ვიდრე ის, ვინც მამაცია გარემოებების შესაბამისად. ანუ იმ გარემოებების, რომლებიც მოცემულ მომენტში მოითხოვს მხოლოდ თავგანწირვას. შემდეგი სათნოება, რომელსაც არისტოტელე წარმოგვიდგენს, გახლავთ კეთილგონიერება. ეს სათნოება სიმამაცის მსგავსად განეკუთვნება სულის ზნეობრივ ნაწილს. კეთილგონიერების თვისებები არის თავშეკავებულობა, სიმშვიდე და კმაყოფილება. იგი უფრო კმაყოფილებასთან არის ახლოს არისტოტელეს მიხედვით, ამიტომ ჯერ უნდა გავარკვიოთ რა არის თავად კმაყოფილება და ამის შემდეგ გამოვკვეთოთ თავად კეთილგონიერების სათნოების არსი. არისტოტელეს მიხედვით განასხვავებენ სულისა და სხეულის კმაყოფილებას. პირველის კმაყოფილება თავის გამოხატულებას პატივმოყვარეობასა და ცნობის მოყვარეობაში ჰპოვებს. რაც შეეხება სხეულის კმაყოფილებას, ის სიამოვნების უშუალო მიღებაში მდგომარეობს. თუმცა არც სული განიცდის სიამოვნების ნაკლებობას, როცა ცნობის მოყვარეობასა და პატივმოყვარეობას დაიკმაყოფილებს. არისტოტელეს მიხედვით, როცა კეთილგონიერებაზე გვაქვს საუბარი, უფრო დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, სულის სიამოვნებას უნდა მივანიჭოთ. მესამე სათნოება გახლავთ გულუხვობა, იგივე ხელგაშლილობა და ეს არის ისეთი სათნოება, რომლის არსებობასაც სახელმწიფოში ძალიან ბევრი სიკეთე მოაქვს. კონკრეტულად, თუ ადამიანი ხელგაშლილია და ის ეხმარება ღარიბებს, მაშინ სახელმწიფოში არასოდეს არ იქნება შუღლი და მტრობა. სახელმწიფოში არ იქნება ზიზღი ადამიანების მიმართ. არისტოტელესათვის, როგორც ყველა სათნოებას, გულუხვობასაც საშუალო ადგილი უკავია, ამ შემთხვევაში სიძუნწესა და ფლანგველობას შორის. გულუხვობა ყოველთვის არის სიმდიდრესთან დაკავშირებული, რადგან თუ მდიდრები არა ვართ, რა თქმა უნდა, ვერც გულუხნი ვერ ვიქნებით და ვერ ვიქნებით ვერც ძუნწნი. არისტოტელე წერს, რომ სიმდიდრე არის ის, რაც ფულით იზომება, მაგრამ რაც მოხმარების საგანია. მაგრამ სიმდიდრე ჩვენ შეგვიძლია მოვიხმაროთ კარგად და შეგვიძლია მოვიხმაროთ ცუდად. სიმდიდრის და ქონების მფლანგველი არის ის, ვინც ხარჯავს უფრო მეტს, ვიდრე საჭიროა და ფლანგავს იქ, სადაც არ არის საჭირო. ძუნწი ადამიანი კი პირიქით ან საერთოდ არ ფლანგავს თავის ქონებას და ან არ ხარჯავს იმდენს, რამდენიც საჭიროა. ორივე ტიპის ადამიანები, ფლანგველებიცა და ძუნწებიც, არისტოტელეს მიხედვით გაკიცხვას იმსახურებენ, რადგან პირველი ქონების გადაჭარბებით არის დაინტერესებული, ხოლო მეორე
სიძუნწით გამოირჩევა. ქების ღირსი კი არის ის, ვინც ამ ორ უკიდურესობას შუა დგას, ანუ ის, ვინც იცის, რომ უნდა გასცეს იმათ მისამართით, ვისაც არ აქვს და ვინც მოცემულ მომენტში საჭიროებს სწორედ დახმარებას. არისტოტელეს მიხედვით უფრო ადვილია მიიღო სიმდიდრე და ქონება, ვიდრე ის, რომ კონდეს მისი გაცემის უნარი. სიძუნწის მრავალი ფორმა არსებობს, ამბობს არისტოტელე, ეს არის სიხარბე, გაუმაძღარობა, ანგარება, მომხვეჭელობა და ის ამბობს, რომ ეს იმიტომ არის ასე, რომ ბოროტება არის მრავალგვარი, სიკეთე კი ერთგვარი არის.